28 მაისის ღამე რუსეთისთვის მშვიდი ნამდვილად არ ყოფილა. 27 მაისის საღამოს 9 საათიდან 28 მაისის დილის 7 საათამდე პერიოდში 300-მდე უკრაინული დრონი რუსულ სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზევე დაესხა თავს. იერიშების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა კრემლის თავდაცვის უწყებამაც. საჰაერო თავდაცვის საშუალებებით გაანადგურეს 296 უკრაინული დრონი მოსკოვის, ბრიანსკის, ბელგოროდის, ვორონეჟის, ივანოვსკის, კალუჟის, კურსკის, ორლოვსკის, რიაზანის, სმოლენსკის, ტვერის, ტულისა და ვლადიმირსკის ოლქებში. რუსეთის ძალოვანი უწყება ზარალის შესახებ ტრადიციულად არაფერს ამბობს. თუმცა სამხედრო მიმომხილველების თქმით, აფეთქებები იყო რუსეთის სამხედრო დანიშნულების არაერთ სტრატეგიულ ობიექტზე, მათ შორის მოსკოვის ოლქში. Ძირითადად სამიზნეები ზოგადად არის ხოლმე სამხედრო საწარმოები, აქ იგულისხმება როგორც საბრძოლო მასალის დამამზადებელი ქარხნები, ასევე უპილოტო საბრძოლო აპარატების დამამზადებელი საწარმოები. დღეს მოსკოვის ოლქში დილით განხორციელდა შეტევა, სადაც კრონშტატის ქარხანა ამოიღეს მიზანში. ეს კრონშტატის ქარხანა აწარმოებს ორიონის ტიპის დამრტყმელ დრონებს და ასევე ამავე ტერიტორიაზე მზადდება სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა და ელექტრონიკა ამა თუ იმ უპილოტო საფრენი აპარატებისთვის, მათ შორის შაჰიდის ტიპის კამიკაძე დრონებისთვის. სამხედრო ბლოგებზე გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინამ ბოლო პერიოდში რამდენჯერმე წარმატებით გამოიყენა ახალი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უპილოტო საფრენი აპარატები. საუბარია კომპანია Stratforce Solutions-ის წარმოებულ დედა დრონზე, სახელწოდებით Gogol-M. რას ნიშნავს დედა დრონი? იგი ატარებს 2 FPV ტიპის შემტევ დრონს, რომელთაც შეუძლიათ ზუსტი სამიზნეების განადგურება 300 კილომეტრამდე მანძილზე. ამ ეტაპზე ისინი თვეში 50 Gogol-M დედა დრონსა და 400 FPV ტიპის შეტევით დრონს აწარმოებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო დღეებში დაფიქსირდა ეგრეთ წოდებული დედა დრონების მოქმედება. ეს დედა დრონი რას გულისხმობს? ანუ სიღრმეებში 100, 200, 300, 400 კილომეტრის რადიუსში უნდა გაიყვანოს მან FPV კამიკაძე დრონები. ეს FPV კამიკაძე დრონები კი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით წინასწარ განსაზღვრულ სამიზნეებზე მოქმედებენ. იციან, ანუ დაპროგრამებულია სისტემაში ის სამიზნეები, რომელზეც უნდა წავიდეს შემდეგ ეს FPV კამიკაძე დრონები და ავტომატურად მიდიან მიზანზე. საბოლოო შედეგი არ ვიცით გაანადგურეს თუ დააზიანეს, მაგრამ მოხვდა იმ სამიზნეებს, რომელიც მიზანში იყო ამოღებული ამ ხელოვნური ინტელექტით მართული FPV კამიკაძე დრონების მიერ. შესაბამისად, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინელები დღეს ხელოვნურ ინტელექტს იმ დონეზე ამუშავებენ პარტნიორებთან ერთად, რომ ეს ძალიან, ესე ვთქვათ, წინ გადადგმული ნაბიჯია ახალ, ესე ვთქვათ, საბრძოლო ერაში. იმ ფონზე, როდესაც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მზადაა კიევს ტაურუსის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადასცეს, უკრაინა კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარ სამხედრო წარმოებას. უკრაინაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის მშვიდობიან დასახლებებზე რუსული იერიშების აღსაკვეთად საჭიროა ცეცხლი გადაიტანონ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყურადღება გამახვილდება შემტევ დრონებზე, ფრთოსან რაკეტებსა და უკრაინის ბალისტიკურ შესაძლებლობებზე. Вже сотні українських компаній ასობით უკრაინული კომპანია უკვე მუშაობს უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის და კიდევ უფრო მეტი იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ მაქსიმალურად მივმართავთ ძალისხმევას, რომ იარაღი ვაწარმოოთ. ჩვენ უკვე ვამზადებთ ევროპაში ჩვენს პარტნიორებთან ახალ შეთანხმებებს, რომლებიც კონკრეტულად უკრაინულ წარმოებაში ინვესტიციის ჩადებას ითვალისწინებს. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია უპილოტო და შორი მოქმედების ელემენტების წარმოება. ეს საშუალებას გვაძლევს გავაკონტროლოთ სიტუაცია ფრონტზე, გადავარჩინოთ ჩვენი ჯარისკაცები და ვიმოქმედოთ მნიშვნელოვან მანძილზე. ზელენსკი რუსეთს დაჰპირდა, რომ კრემლის ყველანაირ ქმედებას შესაბამისი პასუხი მოჰყვებოდა. თუკი გერმანია შორი მოქმედების ფრთოსან სარაკეტო სისტემებს კიევს მართლაც გადასცემს, გაიზრდება უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფარვის არეალიც, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის მოსკოვს, რომელიც როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ახალ შეტევას ამზადებს უკრაინის წინააღმდეგ.